ყველას მოგესალმებით. მე მქვია ვახტანგი და თქვენ ხართ არხზე King of Truth. დღეს ჩვენ განვიხილავთ ანტონ მეორეს და იმ თემას, როგორ დაკარგა საქართველომ ავტოკეფალია და როგორც აიღდგინა. მოგეხსენებათ, ანტონ მეორე ერისკაცობაში იყო თემურაზ ბაგრატიონი. ის დაიბადა 1762 წელს. მისი ბაბუის თემურაზ მეორის პატივსაცემად ნათლობისას თემურაზი დაარქვეს. ანტონ მეორე იყო ერეკლე მეორის მეოთხე ვაჟიშვილი, მესამე ქორწინებიდან. 2011 წლის 11 ივლისს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის განჩინებით შეირაცხა წმინდანად და მრავალნებული ანტონ მეორის სახით დღეს არის ცნობილი. მისი ხსენება დაწესდა 20 დეკემბერს, ახალი წლით 3 იანვარი. თემურაზ ბაგრატიონი ახალგაზრდობაში, ანტონ მეორე, აღიკვეცა ბერად. ერთი გადმოცემის მიხედვით, მცირე ხნით იმყოფებოდა საბერძნეთში. ბერობისა და იერ-დიაკონობის მიღების შემდეგ 1763 წელს ძმასთან მირიანთან ერთად გაემგზავრა რუსეთში მეფე ერეკლეს წერილობითი თხოვნით საფუძველზე. 1784 წელს ცარსკოს სელოს ეკლესიაში იმპერატორ ეკატერინე მეორესა და მისი უმაღლესი სასახლის წევრების თანადასწრებით ეკურთხა ეპისკოპოსად. გამწესებული იქნა ნინოწმინდელ მიტროპოლიტად. იმავე წელს ჯერ კიდევ რუსეთში მყოფი გადაყვანილი იქნა ალავერდელ მიტროპოლიტად. ამ წოდების ტარებას და ალავერდის ეპარქიის მართვას კათოლიკოს პატრიარქობის დროსაც აგრძელებდა. მამის სურვილის თანახმად 1788 წელს დაბრუნდა საქართველოში და იმავე 29 ოქტომბერს დაინიშნა მცხეთის მთავარ ეპისკოპოსად ქართლისა და კახეთის კათოლიკოსის კათედრაზე. 1801 წლის 10 მარტს იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა ანტონი დაასაჩუქრა სერაფიმებით მორთული თეთრი ბარტყულათი, ზედ ბრილიანტის ჯვრით. 1701 წლის 15 სექტემბერს იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა კათოლიკოს ანტონს უბოძა ალექსანდრე ნეველის ორდენი. 1811 წლის კათოლიკოსი საქართველოდან ძალით პეტერბურგში გაიწვიეს, სადაც იგი სინოდის წევრი გახდა. იმპერატორმა მას მწვანე ხავერდის მანტია უბოძა, მიანიჭა ანდრია პირველწოდებულის ორდენი და ამ ორდენის ჰონორარების გარდა ჯამაგირად 54,000 მალეთი დაუნიშნა. კათოლიკოსი ანტონი ვერ ეგუებოდა პეტერბურგში გადასახლებას. არ უსწრებოდა უწმინდესი სინოდის სხდომებს. ერთ-ერთი ვერსიით ამის მიზეზი იყო, რომ მას არ ჰქონდა იმპერატორის მიერ დადასტურებული სინოდის ის დადგენილება, რომლის მიხედვითაც კათოლიკოსობა საქართველოში საერგზარქოსო მმართველობით იქნა შეცვლილი. 1811 წელს კათოლიკოსი ანტონი ჩამოშორდა საეკლესიო სამსახურს. საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, ხოლო 1812 წლიდან ნაპოლეონთან ომის გამო დატოვა მოსკოვი და ტაბოევში გადასახლდა. 1819 წელს კვლავ პეტერბურგში დაბრუნდა. ბოლოს კი ცხოვრობდა ნიჟნი-ნოვგოროდში, სოფელ ლისკოვოში. იმ დროისთვის იქ მცხოვრებ ქართველ მეფეთა შთამომავლის გიორგი ალექსანდრეს ძე გრუზინსკი, ლეონ გრუზინსკი-ქრივის, პრასკოვია ეგვრაფის ასული, ტატიშევის ასულისა და ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე დადიანის სიახლოვეს. გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა თავისი ნათესავის, გიორგი გრუზინსკის ბაბუში. შემდეგ კი ნიჟეგოროდში,
რუმინის შემდგომში დაშკევიჩის სახლებში გადავიდა ბარბარეს ქუჩაზე, ბრავინის სახლებში. კათოლიკოს ანტონდა და სხვა თანხმლებ პირებთან ერთად თავდაპირველად იყვნენ მისი ნათესავი, ესტატე ციციანოვი, იეროდიაკვანი დანიელი და იერომონაზონი ფილადელფოს კიკნაძე. ღვთისმსახურებისთვის კათოლიკოსი ანტონი დგება ნიჟნი-ნოვგოროდის მიძინების ეკლესიაში. მიძინების ეკლესია იყო მუდმივი სამლოცველო ტაძარი მის მეუფლებისათვის. ყველას მოგესალმებით, მე მქვია ვახტანგი და თქვენ ხართ არხზე King of Truth. დღეს ჩვენ განვიხილავთ ანტონ მეორეს და იმ თემას, როგორ დაკარგა საქართველოს ავტოკეფალია და როგორ აღედგინა. მოგეხსენებათ, ანტონ მეორე ერისკაცობაში თეიმურაზ ბაგრატიონი იყო. ის დაიბადა 1772 წლის 8 იანვარს. მისი ბაბუის თეიმურაზ მეორის საპატივცემულოდ ნათლობისას თეიმურაზი დაარქვეს. თეიმურაზი მეფის ერეკლე მეორის მეოთხე ვაჟიშვილი, მესამე ქორწინებიდან იყო. 2011 წლის 11 ივლისს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის განჩინებით შეირაცხა წმინდანად ანტონ მეორე მრავალნებულად. მისი ხსენება დაწესდა 21 დეკემბერს, ახალი სტილით კი 3 იანვარს. თეიმურაზ ბაგრატიონი, ანტონ მეორე ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად. ერთი გადმოცემის მიხედვით მცირე ხნით იმყოფებოდა საბერძნეთში, ბერობისა და იეროდიაკონიის მიღების შემდეგ. 1773 წელს ძმასთან მირიანთან ერთად გაემგზავრა რუსეთში, მეფე ერეკლე მეორის წერილობითი თხოვნის საფუძველზე. 1784 წელს ცარსკო-სელოს ეკლესიაში იმპერატორ ეკატერინე მეორესა და მისი უმაღლესი სასახლის წევრების თანადასწრებით ეკურთხა ეპისკოპოსად. გამწესებული იქნა ნინოწმინდელ მიტროპოლიტად. იმავე წელს ჯერ კიდევ რუსეთში მყოფი გადაყვანილი იქნა ალავერდელ მიტროპოლიტად. ამ წოდების ტარებას და ალავერდის ეპარქიის მართვას კათოლიკოს პატრიარქობის დროსაც აგრძელებდა, მამის სურვილის თანახმად. 1788 წელს დაბრუნდა საქართველოში და იმავე წლის 29 ოქტომბერს დაინიშნა მცხეთის მთავარ ეპისკოპოსად ქართლისა და კახეთის კათოლიკოს კათედრაზე. 1801 წელს 10 მარტს იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა ანტონი დაასაჩუქრა სერაფიმებით მორთული თეთრი ბარტყულათი ზედ ბრილიანტის ჯვრით. 1801 წლის 15 სექტემბერს იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა კათოლიკოს ანტონს უბოძა ალექსანდრე ნეველის ორდენი. კათოლიკოსი ანტონი ვერ ეგუებოდა 1711 წელს კათოლიკოსი საქართველოსთან ძალით პეტერბურგში გაიწვიეს, სადაც იგი სინოდის წევრი ხდება. იმპერატორმა მას მწვანე ხავერდის მანტია უბოძა, მიანიჭა ანდრია პირველწოდებულის ორდენი და ამ ორდენის ჰონორარების გარდა ჯამარიგად 54,000 მანეთი დაუნიშნა, რაც იმ დროს ძალიან დიდი ფული იყო. კათოლიკოსი ანტონი ვერ ეგუებოდა პეტერბურგში გადასახლებას, არ ესწრებოდა უწმინდესი სინოდის სხდომებს. ერთი ვერსიით ამის მიზეზი იყო ის, რომ მას არ ჰქონდა იმპერატორის მიერ დადასტურებული სინოდის ის დადგენილება, რომლის მიხედვითაც კათოლიკოსობა საქართველოში საეგზარქოსო მმართველობით იქნა შეცვლილი. 1811 წელს კათოლიკოსი ანტონი ჩამოშორდა საეკლესიო სამსახურს. საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, ხოლო 1812 წელს ნაპოლეონის ომის გამო დატოვა მოსკოვი და ტამბოვში გადასახლდა. 1819 წელს კვლავ პეტერბურგში დაბრუნდა, ბოლოს კი ნიჟნი-ნოვგოროდის სოფელ ლისკოვოში გადასახლდა. იმ დროისათვის იგი მცხოვრებ ქართველ მეფეთა შთამომავლების გიორგი ალექსანდრე გრუზინსკის, ლეონ გრუზინსკის, ქრივის, პარასკოვია ეგვრაფის, ასული ტაშიჩევის, ასულისა და ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე დადიანის სიახლოვეში იყო.
გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა თავისი ნათესავი გიორგი გრუზინსკის მამულში. შემდეგ კი ნიჟეგოროდში, რიუმინის სახლებში. გადავიდა ბარბარეს ქუჩაზე, ბრავინის სახლებში. კათოლიკოს ანტონთან და სხვა თანხმლებ პირებთან ერთად თავდაპირველად იყვნენ მისი ნათესავი ესტატეტი ციციანოვი, იეროდიაკვანი დანიელი და იერომონაზონი ფილადელფოს კიკანაძე. ღვთისმსახურებისთვის კათოლიკოს ანტონი დგება ნიჟნი-ნოვგოროდის მიძინების ეკლესიაში. მიძინების ეკლესია იყო მუდმივი სალოცავი ტაძარი მის მეუფებისთვის. ამ ეკლესიაში არსებულ წმინდა ხარლამბის ეკვედერი მიკუთვნებული იყო ქართველთათვის, სადაც ყოველთვის ქართულად სწირავდნენ. საზეიმო გამოსვლებისას ქალაქში ანტონი მოძრაობდა ფრანგული წარმოების მოოქროვილი 6-ცხენიანი ეტლით, რომელიც მას საჩუქრად იმპერატორმა ალექსანდრე I-მა უბოძა. ეს ეტლი კი მანამდე იმპერატრიცა ელისაბედ პეტრეს ასულს ეკუთვნოდა. სიცოცხლის ბოლოს ანტონი ცხოვრობდა ოშარის ქუჩაზე, ეფიმოვსკის სახლში, სადაც მიიცვალა 1827 წლის 21 დეკემბერს, დილით 10 საათზე, 66 წლის ასაკში. ანტონის სიკვდილის შემდეგ ფულად დარჩა 400 მანეთი, რაც არ იყო საკმარისი მისი დასაფლავებისთვის. გიორგი ალექსანდრეს ძე გრუზინსკიმ ივალა 6000 მანეთი ანტონის დასასაფლავებლად. ანტონ კათოლიკოს 14 წლის განმავლობაში დასაფლავებული იყო ნიჟნი-ნოვგოროდის ხარების საკათედრო ტაძარში. 1851 წლის 9 სექტემბერს კი მისი ნეშტი გადაასვენეს ფერიცვალების ახალ საკათედრო ტაძარში და დაამარხეს წმინდა დიმიტრის ეკვედრეში. ეს ტაძარი საბჭოთა მმართველობის დროს ააფეთქეს. ანტონ მეორის საფლავი კი განადგურდა. ანტონ მეორის სიკვდილის შემდეგაც კი არ დააბრუნეს საქართველოში, რაც ძალიან მწარი არის იმ ადამიანისთვის, რომელსაც საკუთარი სამშობლო ძალიან უყვარს. ანტონ მეორის წინამორბედი იყო ანტონ I. ანტონ მეორის ანტონ ბერად როცა აიყვეს, ანტონი უბოძეს იმის გამო, მის საყვარელი მღვდლის და მასწავლებლის გამო, ანტონის გამო, რომელიც წინა პატრიარქი იყო. საქართველოს ავტოკეფალიის დაკარგვაზე ვიდეოს დავდებ ხვალ. გამოიწერეთ არხი, გაუგზავნეთ სხვებსაც და დაალაიქეთ ვიდეოები. ნახვამდის.